კარგით, მეგობრებო, მოდით დავიწყოთ. დღეს მე უნდა მოგიყვეთ კომპანია 42 დიჯიტალის ახალ ვენდორზე, ახალ პროდუქტზე, Cyber Heaven-ზე, რომელიც წარმოადგენს Cloud DLP-ს და Cloud DLP-სთან ერთად მონაცემთა დაცვის ახლებურ ხედვას და მონაცემთა უსაფრთხოების ჭრილში განსხვავებულ პროდუქტს. ჩვენი ვებინარის აჯენდაში ნახავდით, რომ საკმაოდ ბევრი აქტუალური საკითხი უნდა განვიხილოთ დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე გვექნება დემოს ნაწილი, გაჩვენებთ უშუალოდ როგორ მუშაობს Solution-ი და რამდენად მარტივია მისი გამოყენება და ადმინისტრირება, თუმცა ვიტყვით, რომ ცოტა არასტანდარტული გზით წავსულიყავით და ვებინარამდე რამდენიმე დღით ადრე მე გთხოვეთ თქვენი კითხვები გაგეზიარებინათ ჩვენთვის კომენტარებში ან პირად შეწყობინებებში რამოდენიმე კითხვა მივიღე და შესაბამისად ვეცდები რომ ვებინარის მსვლელობისას ამ კითხვებს უპასუხო, ამ კითხვებს გავეშალებ, ანონიმურობას დავტოვებ, რა თქმა უნდა. თუმცა ვებინარის ბოლოს აუცილებლად გვექნება Q&A-ის სესია, ვებინარის მსვლელობისას შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი კითხვები, ან ჩაინიშნოთ და ბოლოს იკითხოთ, ნებისმიერი ფორმატი მისაღებია. ჩემთვის მთავარია, რომ აღნიშნულ პროდუქტზე დღევანდელი ვებინარის შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვა აღარ დარჩეს და თქვენ მაქსიმალურად ახალი ინფორმაციით დატვირთული დატოვოთ ჩვენი დღევანდელი ვებინარი. Cyber Heaven-ი გახლავთ ამერიკული ბრენდი, ამერიკული კომპანია, რომელიც დაარსდა 2016 წელს. და ბევრი სხვა კომპანიის მსგავსად, ბევრი სხვა სტარტაპის მსგავსად, Cyber Heaven-ის დაფუძნებლებმა მიზნად დასახეს data security-ის ახლებური ხედვის დანერგვა, ხო? ანუ ყველამ ვიცით, რომ DLP-ის data loss prevention კლასის კონტროლები საკმაოდ ფრთლად არის წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე, საქართველოს ბაზარზეც მათ შორის და მომხმარებლებისთვის მსგავსი კლასის solution-ები საკმაოდ კარგად არის ცნობილი. და შესაბამისად განახლებული მიდგომა და განსხვავებული ხედვა მოითხოვს სრულიად განსხვავებულ სტარტს და სრულიად განსხვავებულ მიდგომას ზოგადად მონაცემთა დაცვის ამოცანის მიმართ. როგორც გითხარით, ვებინარის დაწყებამდე შემოვიდა რამდენიმე საინტერესო შეკითხვა, რომელსაც გავაჟღერებ და ამით დავიწყებ ჩვენ დღევანდელ შეხვედრას. პირველი, რითი განსხვავდება Cyber Heaven-ი კლასიკური ტრადიციული DLP-სგან პრაქტიკაში გამოყენების დროს. ამ კითხვას აუცილებლად გავცემ პასუხს ვებინარის მსვლელობისას, ასევე როგორ ახერხებს სისტემა Shadow AI-ს, ხო, ეგრეთ წოდებული თანამშრომლის მიერ, ხო, თვითონ თანამშრომლის მიერ შერჩეული დამხმარე საშუალებების იქნება ეს ChatGPT ან სიტყვაზე Claude ნებისმიერი სხვა AI ასისტენტი, ამ ტიპის ტექნოლოგიების გამოყენებას როგორ ამჩნევს Cyber Heaven-ი და როგორ შეუძლია გახადოს ეს პროცესი კონტროლირებადი. და მესამე კითხვა, თუ უკვე მაქვს დანერგილი DLP solution-ი, რატომ უნდა გადავწყვიტო და რატომ უნდა ჩავანაცვლო ჩემი არსებული solution-ი Cyber Heaven-ით. დავიმახსოვროთ ეს კითხვები და ვებინარის ბოლოს თუ კიდევ დარჩება ეს კითხვები პასუხგაუცემელი, გთხოვთ ჩამეკითხოთ chat-ში და თქვენი კითხვების გამოსადა. ახლა გადავიდეთ უშუალოდ პროდუქტის პრეზენტაციაზე. როგორც უკვე აღნიშნეთ, თანამედროვე
თანამედროვე კიბერუსაფრთხოების ნორმები და თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გამოწვევები საკმაოდ მჭიდროდ უკავშირდება მონაცემთა მოხმარების განახლებულ სტილს, ხო? თუ ადრე ჩვენ DOP solution-ები გვეხმარებოდა კონკრეტული ფაილების ფორმატში, ხო, კონკრეტული ფაილების შემთხვევაში, ხო, მონაცემთა გაჟონვის პრევენციაში, დღესდღეობით data, ხო, ჩვენი მონაცემები ერთიან ფორმატში და ერთიან დახურულ სივრცეში უკვე აღარ არის წარმოდგენილი, ხო? თუ ტრადიციულ DOP-ს შეუძლია კონკრეტული ფაილის თეგირება ან სიტყვაზე ლეიბლის შექმნა, ხო? აპლიკაციებს შორის მონაცემთა კოპირება, მონაცემთა მიმოცვა ხშირ შემთხვევაში კლასიკური DOP-ისთვის შეუმჩნეველი რჩება. პლუს ამას სანამ მონაცემი მიიღებს ისეთ ფორმატს, ხო, რომელზეც იმოქმედებს და რომელზეც მოახდენს რეაგირებას კლასიკური DOP-ის პოლიტიკა, ამ მონაცემს შეიძლება საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა გქონდეს გამოვლილი ჩვენი კომპანიის ინფრასტრუქტურაში და შესაბამისად Cyber Heaven-ის შემქმნელებმა ზუსტად ეს გაითვალისწინეს პროდუქტის არქიტექტურის და პროდუქტის ფილოსოფიის შექმნის პროცესში, ანუ მონაცემების გაჟონვა და მონაცემების გაზიარების, ხო, შემთხვევით თუ ბოროტი განზრახვით, მონაცემთა გაზიარება ხდება, ესე ვთქვათ, მონაცემთა დამუშავების პროცესში და შესაბამისად ყველაზე დიდ ყურადღებას Cyber Heaven-ი აქცევს endpoint agents, ანუ და შესაბამისად ეს solution-ი შეგვიძლია დავაპოზიციონიროთ როგორც endpoint DOP და შემდეგ უკვე ანუ ის დანიშნულების წერტილები, ხო, სადაც IDE-ში არაა სასურველი, რომ ჩვენი მონაცემი გავიდეს, ჩვენი ინფორმაცია გაზიარდეს, ამ მიმართულებების, ხო, ანუ ამ destination-ების ჩამონათვალიც უნდა გქონდეს აღწერილი და შესაბამისად მკაფიო წარმოდგენა უნდა გააჩნდეს კომპანიას თუ რას წარმოადგენს როგორც მისი შეტევის ზედაპირი, ასევე რა ტიპის მონაცემი კომპანიისთვის სენსიტიურ მონაცემს წარმოადგენს და შესაბამისად რა არხებით და რა გზებით შეიძლება მოხდეს მონაცემთა გაჟონვა და მონაცემთა არასასურველი გაზიარება. როგორც ვთქვი, ხო, ლოგიკური კითხვა გაჩნდა, ხო, ვებინარის დაანონსებისთანავე, რატომ უნდა აირჩიოს ბოლო მოხმარებელმა Cyber Heaven-ის პროდუქტი. ანუ პირველი, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოს ბაზრისთვის, საკმაოდ აქტუალური გამოწვევებია, ხო, ანუ ახალი პროდუქტების შემუშავება და ახალი პროდუქტის შექმნა, ხო, ანუ და ასევე კვლევითი საქმიანობა, ასევე ანუ კომპანიების შერწყმა და ახალი ბაზრების ათვისება და ასევე ანუ მონაცემთა მოძიება და სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ჭიებში კვლევის წარმოება, ხო? ანუ შესაბამისად ბაზარი კარნახობს თავის პირობებს, ხო? ბაზარი აკპატიობს ჩამორჩენას, ტენდენციების და ტრენდების ჩამორჩენას და შესაბამისად კომპანიის წინაშე დგას სერიოზული გამოწვევა, როგორ გააკონტროლოს კომპანიის შიგნით არსებული მონაცემები, რომელიც ანუ სტატიკურ ერთაულს არ წარმოადგენს, ხო, ანუ დინამიური მონაცემები, რომელიც მუდამ დამუშავების პროცესშია, ანუ როგორ მოახდინოს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა ამ მონაცემების კონტროლი და ამ მონაცემების გაჟონვის პრევენცია ისე, რომ არ შეაფერხოს ბიზნეს პროცესები. მეორე ტიპის გამოწვევა რეგულაციები და სხვადასხვა, ესე ვთქვათ,
ჩარჩო, რომლითაც კონტროლდება ესა თუ ის კომპანია, ესა თუ ის ბიზნესი, შეიძლება ეს რეგულაცია იყოს ლოკალური, შეიძლება საერთაშორისო რეგულაციების და საერთაშორისო ანუ საერთაშორისო ფრეიმვორკების მიხედვით უნდადეს კომპანიას შესაბამისობის სტანდარტებთან შესაბამისობის მოპოვება და შესაბამისად ანუ ისეთი სტანდარტები, როგორც პირობითად არის პერსონალური მონაცემების დაცვა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქართული ბაზრისთვის, PCI ასევე ISO 27001-ის ფრეიმვორკი, ხო? ანუ ყველა ეს სტანდარტი ყვარნახობს ანუ და მოითხოვს კომპანიისგან, ხო, აუცილებლად ინფრასტრუქტურაში კონდეს solution-ი, რომელიც დაფარავს მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნებს და დღესდღეობით კომპანიისთვის მარტო DLP solution-ი უკვე აღარ არის საკმარისი, თანამედროვე მიდგომებით, ხო, თანამედროვე კომპანიები ითხოვენ data security management solution-ებს, ვინაიდან ანუ უურქმედებაზე, ხო, მონაცემთა იდენტიფიკაციაზე და კლასიფიკაციაზე და შემდეგ ამ ტიპის ფაილის შეკავებაზე, ამ ორი ტიპის ქმედებაზე კომპანიის უსაფრთხოება ვეღარ იქნება დამოკიდებული. მესამე გამოწვევა რეპუტაცია და მომხმარებლების ნდობა, ხო, შეიძლება თქვენი კომპანია ამუშავებს სენსიტიურ მონაცემებს, ან თქვენი დამკვეთების პირად მონაცემებს, ან თუნდაც თქვენი დამკვეთები გიზიარებენ სენსიტიურ ინფორმაციას, ხო, ანუ დღესდღეობით წარმოუდგენელია სრულ იზოლაციაში მყოფი კომპანია, ყველა კომპანიას ყავს როგორც მოწოდებლები, ასევე ანუ დამკვეთი კომპანიები, ხო, უმეტესობა ბიზნეს მოდელების ასამუშავებლად და შესაბამისად თქვენი პასუხისმგებლობაა არა მარტო თქვენი სენსიტიური მონაცემების დაცვა, არამედ თქვენი მოწოდებლების და თქვენი კლიენტების მონაცემების შესაბამისი კონტროლი და დაცვა. ასევე ანუ ხშირ შემთხვევაში თვითონ მომხმარებელიც უფრო მომთხოვნი გახდა და სერვის პროვაიდერისგან ხო მოითხოვს გარკვეული compliance-ის და გარკვეული უსაფრთხოების კონტროლების დანერგვას იმისთვის, რომ თავი დაისხმიონ და თავისი სენსიტიური ინფორმაცია დაიცვან. და ანუ ასევე ანუ უსიამოვნო, მაგრამ გასაჟღერებელი ფაქტი, თუ კომპანიას წარსულში ჰქონდა პრეცედენტი, ხო, ანუ მონაცემთა გაჟონვისა კომპანიისთვის აქტუალურია, ხო, ну მსგავსი ფაქტის განმეორება თავიდან აიციოს და შესაბამისად წარუმატებლობის ისტორიიდან ისწავლოს და გაამყაროს თავისი უსაფრთხოების პოზიციები. use case-ებს რაც შეეხება, როგორც ვახსენე, კომპანია CyberHaven-ი გახლავთ ამერიკული კომპანია და ამერიკულ ბაზარზე საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი და ანუ სხვადასხვა ინდუსტრიის სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, როგორც პირობითად OpenAI, SpaceX-ი, Reddit-ი, ConocoPhillips ამ შემთხვევაში ანუ ენერგო მარეგულირების როლს ასრულებს ერთგვარი ესე ვთქვათ ენერგეტიკული კომპანია შეერთებულ შტატებში და ანუ თითო კომპანიას აქვს თავისი წარმატებული кейსი CyberHaven-ის პროდუქტის გამოყენების, ხო, ანუ დაწყებული სენსიტიური მონაცემების ექსფილტრაციის შეჩერებით გაგრძელებული ქცევითი რისკის გამოვლენით და ასევე შიდა კორპორატიული გამოძიებებით და ასევე მონაცემთა გამოყენების გაგებით და იდენტიფიცირებით, ანუ ყველა ამ ამოცანას წარმატებით ფარავს CyberHaven-ი და ცოტა ხანში ვნახავთ როგორ ახერხებს ამ ყველაფერს. Ну, ამ შემთხვევაში კიდევ რამოდენიმე, ესე ვთქვათ, დამკვეთის ლოგო
გამოვიტანეთ ჩვენს პრეზენტაციაში შეიძლება აქედან რამოდენიმე სერიოზული და გლობალური ბრენდი გეცნოთ. ასევე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო data lineage ცნებაზე. მონაცემთა წარმომავლობის ცნებაზე და ზოგადად ამ ცნებაზე და ამ პრინციპზე აგებულია Cyber Heaven-ის პლატფორმა და Cyber Heaven-ის პროდუქტი. Data lineage მოთხოვნა, მონაცემთა წარმომავლობის, მონაცემთა წარმოშობის მოკვლევა და შესწავლა Cyber Heaven-ის დაპატენტებული ტექნოლოგია არ არის, ხო, მაგრამ მსგავსი რეკომენდაცია და მითითება გაცემული იყო Gartner-ის მიერ 2022 წელს, როცა Gartner-ის ასე ვთქვათ, Gartner-ის რჩევით DOP-ის წარმოება კომპანიებს მეტი ყურადღება და მეტი უნდა მიექცია და მეტი ინვესტიცია უნდა ჩაედო data lineage ტექნოლოგიაში, მარტივად რო ვთქვათ, მონაცემთა კონტექსტუალურ გააზრებაში, მონაცემთა კონტექსტუალურ გაგებაში მეტი რესურსი უნდა ჩაედო data security solution-ებზე და data security პლატფორმებსთან. შესაბამისად, Cyber Heaven-მაც მსგავსი, ესე ვთქვათ, მსგავსი დირექტივა, უხეშად რო ვთქვათ, აიღო თავისი solution-ის, თავისი პროდუქტის ფილოსოფიის საბაზისო ცნებად და შემდეგ უკვე განავითარა სრულყოფილ პლატფორმაში. რას ნიშნავს data lineage და როგორ ახორციელებს Cyber Heaven-ი ამ ტექნოლოგიის რეალიზაციას თავის პროდუქტში. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ მონაცემების გაშონება, ხო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიისთვის რისკს წარმოადგენს, რიგითი მომხმარებლისთვის გარკვეული ტიპის მონაცემის თავის პირად cloud საცავზე ატვირთვა, ან პირად მეილზე გადაგზავნა შეიძლება უბრალოდ კომფორტის საკითხს წარმოადგენდეს და შესაბამისად თქვენი მომხმარებელი, თქვენი კომპანიის თანამშრომელი მუდამ ორიენტირებული იქნება, ასე ვთქვათ, დააკვირდეს რაზე იღებს DOP-ის გაფრთხილებას და რა ქმედებას უშლის თქვენი არსებული DOP solution. პლუს ამას, ეს ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და პლუს ამას თვითონ მონაცემის კონტექსტი, ხო, ავიღოთ პირადი ნომრები, ან ავიღოთ ტელეფონის ნომრები, ან თუნდაც მისაბართების ჩამონათვალი, ხო? ზოგ შემთხვევაში ეს სია, ხო, მსგავსი მონაცემების სია შეიძლება წარმოადგენდეს საახალწლო საჩუქრების ან სიტყვაზე გარკვეული დოკუმენტაციის მიტანისთვის, ან მიწოდებისთვის აუცილებელ სიას, ზოგ შემთხვევაში იგივე ფორმატის მონაცემი შეიძლება კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალს წარმოადგენდეს და შესაბამისად, კლასიკური მიდგომა, როცა ჩვენ ვქნით მონაცემთა ამომცნო პატერნებს, ხო, და ვცდილობთ სენსიტიური მონაცემები აღწეროთ და მოვაქციოთ, ხო, ერთიან ფორმატში, კონტექსტის გააზრების გარეშე შეიძლება, პირველი, უარესი შემთხვევა გაგვეპაროს და ასე ვთქვათ, ვერ მოვახდინოთ ნამდვილად სენსიტიური მონაცემის კლასიფიცირება და მეორე, false პოზიტივებით აივსება ჩვენი solution-ი და შესაბამისად, როცა უკვე ინციდენტი შექმნილია სიტყვაზე შეცდომით თუ დაიბლოკა გარკვეული ფაილის გაგზავნა, ესეთ force majeure სიტუაციაში გამოსავალის ძებნა საკმაოდ სტრესულიც არის და დროის კუთხითაც არაოპტიმისტური. შესაბამისად, Cyber Heaven-ის მიდგომით მონაცემთა შინაარსთან ერთად აუცილებელია მონაცემთა კონტექსტის გაანალიზება, ხო? და შესაბამისად, Cyber Heaven-ის მიდგომით აუცილებელია გავითვალისწინოთ
ანუ მონაცემთა წარმოშობის პირველ წყარო, ხო, ანუ ეს შეიძლება იყოს Salesforce-ში არსებული ჩანაწერები თქვენი მომხმარებლების შესახებ, თქვენი კლიენტების შესახებ, ასევე ანუ data source-ად შეიძლება ჩაითვალოთ ნებისმიერი source კოდის რეპოზიტორია, ხო, GitHub-ის მსგავსად, ან სიტყვაზე თქვენი კომპანიის HR განყოფილების ჩანაწერები, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ეს მაგალითი შეიძლება ჩაითვალოს ტიპიური მონაცემთა წარმოქმნის, მონაცემთა შექმნის წყაროთ. შემდეგი, ანუ შემდეგი ნაბიჯი, ხო, რასაც ვითვალისწინებთ მონაცემთა კონტექსტუალიზაციაში, ანუ ეს მონაცემი როგორ მუშავდება და რა მიზნით მუშავდება, ხო? შეიძლება ის იყოს წლიური რეპორტის მოსამზადებლად ამოღებული მონაცემი, ხო, და შესაბამისად წლიურ რეპორტში საკმაოდ ბევრი სენსიტიური და საკმაოდ ბევრი კონფიდენციური ინფორმაცია შეიძლება მოხვდეს. ასევე ანუ თქვენი მომხმარებლების დოკუმენტაციის ფოლდერი, ხო, ანუ შეიძლება მონაცემი ინახებოდეს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე და მონაცემთა დამუშავება ამ ლოკაციაზე ხდებოდეს და ასევე ანუ ახლად აყვანილი თანამშრომლების თანამშრომლების სამოტივაციო წერილები ან სიტყვაზე რეზუმეების დირექტორია, სადაც ფორმატით პირადი მონაცემები ინახება, თუმცა ანუ კორპორატიულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს. და ანუ შესაბამისად, ხო, ანუ უკვე ამ მოცემულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთი და იგივე ფორმატის მონაცემი შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს გამოყენებული და ზუსტად ეგ იწვევს ანუ სწორი თეგის ან სწორი ლეიბლის მინიჭების პრობლემას კლასიკური DevOps solution-ებში. რო გავმიჯნოთ, ანუ საკმაოდ ბევრი ვისაუბრე კლასიკურ მიდგომებზე და ტრადიციულ მიდგომებზე და ახლებურ ხედვაზე, რომელსაც გვთავაზობს Cyber Heaven-ი, რომ გავიმიჯნოთ და ასე ვთქვათ, თვალნათლივ დაგანახოთ რითი განსხვავდება Cyber Heaven-ის მიდგომა. ანუ როგორ მუშაობს კლასიკური DevOps solution-ი? ყავს მომხმარებელი თავისი პირადი მოწყობილობით და გვაქვს ასე ვთქვათ პერსონალური Dropbox-ის account-ი, რომელზეც მომხმარებელი ცდილობს კონკრეტული დასახელების ფაილის ატვირთვას, ხო? ანუ ამ შემთხვევაში კლასიკური DevOps, ასე ვთქვათ, შეისწავლის კონკრეტულ ფაილს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება, ანუ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ანუ კონკრეტული მეჩის არსებობის გარეშე, ანუ ანალოგიური, ასე ვთქვათ, ქმედება, ხო, ანუ Excel-ის ფაილის პირად drive-ზე ატვირთვა DevOps-თვის პრობლემას არ წარმოადგენდეს, თუმცა რაც ვახსენე, ანუ კონტექსტუალიზაცია, ხო, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ჩამონათვალე, ხო, ანუ მომხმარებლების მეილების და მისამართების, ხო, ანუ ოფისების მისამართების სია, რომელიც განკუთვნილია საახალწლო საჩუქრების გადასაგზავნად, ხო? ანუ მაგალითი, რომელიც უკვე ვახსენე. თუმცა, ანუ ამ ფორმატამდე როგორ მივიდა ეს დოკუმენტი, ხო? ანუ რა იყო საწყისი წერტილი, საიდანაც დავიწყეთ ამ მონაცემების დამუშავება, ხო? ანუ ისტორიულ ბექგრაუნდში შეგვიძლია ვნახოთ და შეგვიძლია თვალი გადავავლოთ, რომ Salesforce-დან მოხდა რეპორტის ჩამოტვირთვა, ხო, ანუ ამ რეპორტის გადაგზავნა და ამ რეპორტის გადაზიარება მოხდა კომპანიის შიგნით, ხო, ანუ ამ შემთხვევაში რეპორტი არტოვებს კომპანიის პერიმეტრს, კომპანიის, ასე ვთქვათ, კომპანიის თანამშრომლებს შორის ხდება გაზიარება, თუმცა, ანუ გარკვეულ ეტაპზე, ანუ შესაძლებელია მეილით იქნეს ეს რეპორტი გადაგზავნილი სხვა მომხმარებლის მოწყობილობაზე
სადაც უკვე ვკარგავთ ხედვას ამ მონაცემებზე და ნუ შემდეგი, ხო, ნუ შემდეგი ნაბიჯი, ხო, კომპანიის შიგნით გაზიარებული ინფორმაცია შეიძლება შეუცვალოთ ფორმატი, შეუცვალოთ დასახელება და შესაბამისად ეს ფაილი აიტვირთოს პირად storage-ზე ისე რომ კლასიკური DLP solution-ისთვის მსგავსი ქმედება საეჭვოს და საგანგაშოს, ასე ვთქვათ, არაფერს არ წარმოადგენს. დაუბრუნდეთ data lineage-ის უპირატესობას, ხო, ამ ფილოსოფიის გავრცელების უპირატესობას. ამ შემთხვევაში ისევ და ისევ კონტექსტუალიზაციის დამატების ხარჯზე. პირველი რაშიც გვეხმარება data lineage-ის მიდგომა, მონაცემთა და რისკის აღმოჩენა, ხო, იმ ეტაპზე, როცა ჯერ არ დგას საკითხი საეჭვო ქმედებების განხორციელებაზე, ხო, თუ მონაცემები მოძრაობს კომპანიის პერიმეტრის შიგნით, ხო, ამ შემთხვევაში DLP დიდად ხო ყურადღებას არ აქცევს ამ მონაცემებს, ხო? ასევე მონაცემთა კლასიფიკაცია, მონაცემთა დაცვის გაფართოება. იქიდან გამომდინარე, რომ სრული ხედვის, სრული სურათის გაანალიზების ხარჯზე, შეგვიძლია უფრო ზუსტად დავადეტექტოთ ექსფილტრაციის არხები, უფრო, ასე ვთქვათ, ზუსტად და წინასწარ გავთვალოთ, რა გზებს შეიძლება იმართოს თქვენი თანამშრომელი, ან სიტყვაზე ინსაიდერი, კომპანიაში მომუშავე, რომელიც მოტივირებულია მონაცემთა გაზიარებაზე. და ასევე გამოძიების პროცესში თუ მოხდა პირობითად მონაცემთა არასასრულად გაზიარების პრეცედენტი, ამ შემთხვევაში CyberHeaven-ი გვაძლევს უფრო მეტ საშუალებას ასე ვთქვათ, მივაგნოთ საწყის წყაროს და ასე ვთქვათ, დავადგინოთ ინციდენტის გამოწვევის მიზეზები. ასევე ასე ვთქვათ, ერთ ვიზუალში, რომ მოვაქციოთ CyberHeaven-ის მუშაობის პრინციპი, პირველი endpoint სენსორების გამოყენებით, ხო, endpoint აგენტების გამოყენებით და ასევე browser extension-ის და cloud API კონექტორების ხარჯზე, CyberHeaven-ს შეუძლია დაფაროს თითქმის ყველა ის მონაცემთა წყარო, რომლის მეშვეობითაც ხდება მონაცემთა დამუშავება და შესაბამისად, ამ სენსორების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ყველა ივენთი მონაცემთა თითოეულ, ასე ვთქვათ, თითოეულ ეპიზოდზე, თითოეულ ერთეულზე. Data lineage-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, როგორ ხდება მონაცემთა გადაადგილება და ტრანსფორმაცია. მე ვახსენე, რომ ინსაიდერი ან კონკრეტული ინფორმაციის გატანაზე ორიენტირებული მომხმარებელი ყოველთვის ეცდება ნახოს გზა, როგორ აუვაროს გვერდი არსებულ DLP solutions და არსებულ აკრძალვებს. საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, ხო, სიტყვაზე თუ თქვენ DLP-ის solution-ის კლასიფიკატორი მომართულია პირადი მონაცემების ან თუნდაც საბანკო ანგარიშების პატერნის ამოცნობაზე, მომხმარებელს შეუძლია ერთი დაამატო სიმბოლოები კონკრეტულ ჩანაწერში, კონკრეტულ მონაცემში, იქნება ეს ტირეები, იქნება ეს პიპკები ან ნებისმიერი სხვა სიმბოლო, თქვენ DLP-ისთვის მსგავსი ცვლილება
აქ საქმევად რთული იქნება, თუმცა მომხმარებელს მარტივად შეიძლება, ასე ვთქვათ, ორიგინალური მონაცემების აღდგენა. გარდა ამისა, არსებობს data obfuscation ტექნოლოგიები, როცა მომხმარებელს პირობითად შეუძლია, დაშიფროს მონაცემები, ან სიტყვაზე დამალოს ერთი, ასე ვთქვათ, ერთი ფაილის შიგთავსი მეორე ფაილში და ასე ვთქვათ, ცოტა უფრო დახვეწილი ტექნოლოგიები გამოიყენოს ამისთვის და შესაბამისად, როცა იმ თავითვე გვაქვს data lineage, მიდგომა დანერგილი, მსგავსი ცვლილებების და მსგავსი დაშიფრის ან obfuscation-ის ცდილობები და პრეცედენტები აისახება ჩვენს სამართავ კონსოლში და შესაბამისად ესეც უკვე გარკვეული, ასე ვთქვათ, საპასუხო ქმედების ან თუნდაც ალერტის გენერირების საკმაოდ სერიოზული ტრიგერია. და უსაფრთხოების პოლიტიკები, რა თქმა უნდა, Cyber Heaven-ის სხვა უსაფრთხოების solution-ების მსგავსად, მუშაობს უნიფიცირებული პოლიტიკების გამოყენებით და დემოს ნაწილში აუცილებლად გაჩვენებთ. ამ პოლიტიკის შექმნა შეგიძლიათ ნოლიდან, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Cyber Heaven-ის ჩაშენებული პოლიტიკები და ასე ვთქვათ, ინციდენტის გამოძიების საჭიროება რო დადგება, ან თუნდაც პრევენციის ქმედების ამოქმედება საჭირო რო გახდება, ჩვენ უკვე საკმარისი მონაცემი, გამოძიებისთვის საკმარისი მონაცემი გვექნება და პლუს ამას, ხო, როცა მონაცემთა დამუშავების პროცესშივე, ხო, მომხმარებლის ქცევას და მონაცემების ტრანსფორმაციას, ხო, განვიხილავთ ერთიან ჭრევში, გაცილებით უფრო ადრეულ ეტაპზე შეგვეძლება, ასე ვთქვათ, გამომავლინოთ პოტენციური მონაცემთა გაჟონვის და არასასრული გაზიარების ინციდენტი და შესაბამისად ხელი შეუშალოთ insiders ან უყურადღებელ მომხმარებელს გააზიაროს ჩვენი კომპანიის სენსიტიური მონაცემები. კარგი, ეგ რაც შეეხება ზოგადად Cyber Heaven-ის პლატფორმას და Cyber Heaven-ის მიდგომას, ორი ოდესი სიტყვით მინდა შევეხო Artificial Intelligence-ის ინსტრუმენტებს და ეგრეთ წოდებულ Shadow AI-ს. ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ინსტრუმენტები შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი სამუშაო პროცესი უფრო ადვილი გავხადოთ, მეტი ხარისხიანი ავტომატიზაცია შემოვიღოთ ჩვენ სამუშაო პროცესებში და უფრო მარტივად რო ვთქვათ, ყოველდღიურ სამუშაოში, ყოველდღიურ ამოცანებში ხელოვნური ინტელექტი და თუნდაც AI ასისტენტები გვეხმარებიან უფრო ხარისხიანი კონტენტი შევქმნათ, თუნდაც უფრო, ესე ვთქვათ, უფრო ეფექტურები ვიყოთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში და ასე შემდეგ. თუმცა, ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ და ცნობილი ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებას აქვს ასევე თავისი ბნელი მხარე, ხო, ეგრეთ წოდებული და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, განსაკუთრებით უკონტროლო გამოყენებას შეიძლება მოყვეს გარკვეული რისკები და საფრთხეები. 2024 წლისთვის ხო, ასე ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი მონაცემი გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, კრიტიკული და შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ 2024 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, AI ასისტენტებში, ხო, გაგზავნილი მონაცემთა მოცულობა, ხო, ასე ვთქვათ, data egress events by 100,000 employees, ხო, ამ შემთხვევაში ივენთების რაოდენობაა დათვლილი და როგორც ხედავთ, საკმაოდ მაღალია პროცენტულობა
AI ასისტენტებთან მონაცემთა გაზიარების და არანაკლებ, ასე ვთქვათ, მაღალია მაჩვენებელი AI დაგენერირებული მონაცემების გამოყენების. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად განვიხილავთ, ხო, ანუ data leakage პრევენციის ჭრილში როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენ სენსიტიური მონაცემები, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ასე ვთქვათ, AI ასისტენტების მიერ შექმნილი კონტენტი და მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის სანდო ვერ იქნება და შესაბამისად Cyber Heavens ანუ ეს გამოწვევას და ეს პრობლემას აქვს გათვალისწინებული და შესაბამისად ადმინისტრატორს ან პლატფორმის ადმინისტრატორს აძლევს საშუალებას გააკონტროლოს სად იყო გამოყენებული AI-ის მიერ დაგენერირებული მონაცემი და შესაბამისად შემდეგ უკვე საჭიროების შემთხვევაში, ხო, ну, მსგავსი ინციდენტების კონტროლი და მსგავსი ინციდენტების პრევენცია თუ ჩვენთვის ინტერესს წარმოადგენს, ხო, შეგვიძლია ამისთვისაც გამოვიყენოთ Cyber Heaven. და ну, სამი ძირითადი გამოწვევა AI უსაფრთხოებასთან მიმართებაში, Shadow AI-ის გამოვლინება, ხო, ну, Cyber Heaven-ის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ გარკვეული ტიპის ინსტრუმენტების აკრძალვა, ხო, ну, და ესე ვთქვათ, თანამშრომლის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება ყოველთვის ეფექტური არ იყოს, ვინაიდან, ხო, ну, თანამშრომელი ყოველთვის თავის კომფორტზე იქნება ორიენტირებული და ეცდება ალტერნატიული გზების მოძიებას, იმის მაგივრად რომ აკრძალოთ საჭირო და სასარგებლო თულების გამოყენება, შეგვიძლია გავაკონტროლოთ Shadow AI-ის თულები და შესაბამისად Cyber Heaven-ი ამის საშუალებასაც გვაძლევს, რომ აღრიცხოს კონკრეტული endpoint-ის ან კონკრეტული ბრაუზერის მაგალითზე, რომელი ტექნოლოგიებია გამოყენებული და შესაბამისად რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული აპლიკაცია ან გარკვეული, ესე ვთქვათ, რესურსი შეიძლება დაიბლოკოს, თუმცა მანამ სანამ თანამშრომელი არ არღვევს კომპანიის data security პოლიტიკას, მანამ შეგვიძლია მივცეთ თანამშრომელს თავისუფლება და არ შეუშავოთ ხელი ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში. ასევე, ანუ კიდევ ერთი გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, შეიძლება AI-ის გამოყენებას ოპტიმისტურად ან სიტყვა უყურებდეთ ან კრიტიკულად უყურებდეთ, დღევანდელი რეალობა უკავშირდება კორპორატიული AI-ის დანერგვას და შესაბამისად შესაბამისად ამ ჭრილში მიუხედავად იმისა, კორპორატიული accounts იყენებს თქვენ თანამშრომელი თუ თავის პირად ასისტენტს, ну, AI-ში აწვრთული მონაცემები კონტროლერებადი უნდა იყოს და პლუს ამას მასალები, რომელიც AI-ით არის დაგენერირებული, ხო, ну, ამ მასალების ტრეკინგიც აუცილებელია და ამ, ასე ვთქვათ, კონტენტის გამოყენების აუცილებლობაც საკმაოდ სერიოზულია. ну, შესაბამისად ხო, ну, ეს მაგალითი უკვე ახსენით, ხო, და ну, როგორ გვეხმარება Cyber Heaven-ი ამ გამოწვევებთან გამყოფებაში, ხო, ну, პირველი ექსფილტრაციის შეჩერება, სენსიტიური მონაცემების ექსფილტრაციის შეჩერება, ასევე Shadow AI-ის გამოყენების კონტროლი, ასევე AI-ის მიერ დაგენერირებული მასალების კონტროლი და ამ მონაცემთა გამოყენების კონტროლი და ასევე, ასე ვთქვათ, რაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფიჩერია Cyber Heaven-ის, ასე ვთქვათ, თუ კომპანიას აქვს
თავისი ანუ თავისი AI მოდელი, ხო, ანუ ასე ვთქვათ, უკაურად დანერგილი. ამ შემთხვევაში CyberHeavens შეუძლია ანუ ამ მოდელის დაცვა, როგორც ანუ პრომპტების გაანალიზებით, ასევე იმ მონაცემების training data-ს გაანალიზებით, რომელიც მიეწოდება კომპანიაში არსებულ შიდა AI tools. და ნუ ანალოგიური ესე ვთქვათ მაგალითი, რაც განვიხილეთ, ხო, ანუ რეპორტის ჩამოტვირთვის кейსში, ხო, ანუ შეიძლება თანამშრომელმა ჩამოტვირთოს რეპორტი, ხო, ანუ Salesforce-იდან ან ნებისმიერი აპლიკაციიდან, რომელშიც მუშავდება და რომელშიც ხდება კომპანიის კლიენტების, ასე ვთქვათ, მონაცემთა აკუმულირება. შემდეგ, ну, თანამშრომელს შეიძლება დაჭირდეს გარკვეული რეპორტის, გარკვეული ანალიზის, ასე ვთქვათ, წარმოება, ხო, რაც ხშირი, ანუ ხშირი მაგალითია AI ასისტენტების გამოყენების. თანამშრომელი, ну, ტვირთავს ამ რეპორტს, ხო, ну, შიდა კორპორატიული წყაროდან მიღებულ რეპორტს ChatGPT-ში კორპორატიული აკაუნთის გამოყენებით. შემდეგ, ასე ვთქვათ, იღებს დამუშავებულ outputs და შესაძლებელია რომ თუ სიტყვაზე კორპორატიულ accounts არ აკონტროლებთ, ხო? ანუ გარკვეული ტიპის პრომპტებზე, ხო, შეიძლება თანამშრომელმა მოითხოვოს გარდაქმნას მონაცემი ისეთ ფორმატში, რომელიც წაუკითხავი და რომლის ამოცნობა შეუძლებელი იქნება არსებული DevOps solution-ისთვის. ანუ ეგეთი use case-ებიც საკმაოდ გავრცელებულია. და შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯი, ну, მონაცემი, რომელიც უკვე სტრუქტურულად შეცვლილია, რომელიც შეიძლება უკვე, ანუ არც, ну, კლიენტების ანგარიშების ჩამონათვალს არ წარმოადგენს, არც ესე ვთქვათ, პირველადი, ხო, პირველადი კლასიფიკაციით სენსიტიურ მონაცემებს, სახეშეცვლილი მონაცემი იტვირთება პერსონალურ cloud ასისტენტში და შემდეგ უკვე თქვათ როგორ განაგრძობს გზას, ხო, კონკრეტული ტიპის მონაცემი, მაგას უკვე ჩვენ ვერ გავიგებთ, თუმცა ანუ CyberHeavens პლატფორმის მეშვეობით შეგვიძლია, ანუ ასე ვთქვათ, მთლიანი პროცესის ტრეკინგი მოვახდინოთ და საჭირო ეტაპზე, ხო, ну, თუნდაც გაფრთხილების შეტყობინება გავუგზავნოთ ჩვენს თანამშრომელს. კიდევ ერთი ესე ვთქვათ, კიდევ ერთი მაგალითი, ხო, ანუ და კიდევ ერთი ესე ვთქვათ, პრაქტიკული, ასე ვთქვათ, პრაქტიკული кейსი, როგორ შეუძლია CyberHeavens აღრიცხოს, ну, არასასურველი destination-ების, არასასურველი აპლიკაციების ჩამონათვალი. ამ შემთხვევაში CyberHeavens აგენტი სწავლობს მთლიანად ბოლო მოხმარებლის endpoint-ის სტრუქტურას და ასევე, ხო, ანუ ასევე აღრიცხავს იმ ინსტრუმენტებს და იმ რესურსებს, რომელსაც იყენებს თქვენი თანამშრომელი და შესაბამისად ამ რესურსებში მარტივად შეუძლია გამოარჩიოს პირადი AI ასისტენტები და შესაბამისად დააკვირდეს რამდენად, ასე ვთქვათ, შეესაბამება თქვენი თანამშრომლის ქმედება კორპორატიულ უსაფრთხოების პოლიტიკას. და ნუ ამ შემთხვევაში, ნუ შეიძლება, ნუ შეიძლება ერთი და იგივე ქმედება ლეგიტიმური იყოს კორპორატიული AI ასისტენტის გამოყენებით, თუმცა ანუ პირადი ასისტენტის გამოყენება დაუშვებელი იყოს კონკრეტული ტიპის მონაცემების მიმართ. და ნუ ასე ვთქვათ,
ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ Cyber Heaven-ი ახდენს მონაცემთა ტრანსფორმაციის და მონაცემთა დამუშავების ტრეკინგს, ხო, მონაცემთა წარმოქმნის ყველა წარმოქმნის და დამუშავების ყველა ეტაპზე, ხო, ნუ Cyber Heaven-ი დაგიცავთ, ხო, ნუ შემთხვევით ან შეგნებულად, ხო, ნუ AI-ის მიერ დაგენერირებული მონაცემების გამოყენებისგან, ხო, შეიძლება, ასე ვთქვათ, რეალური მონაცემების გაანალიზება შეუძლებელი იყოს გარკვეულ ეტაპზე და თანამშრომელი მიმართავს AI ასისტენტს, თუმცა, ასე ვთქვათ, ესეთი fake მონაცემების და ხშირ შემთხვევაში ანუ მოდელის ჰალუცინაციები ანუ საკმაოდ გავრცელებულ кейსს წარმოადგენს Cyber Heaven-ის მეშვეობით შეგვიძლია აუგზავნოთ თანამშრომელს უხეშად რო ვთქვათ fake მონაცემების გამოყენება სერიოზულ რეპორტებში და სერიოზულ დოკუმენტაციაში. და ანუ ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც in-house AI solution-ებს ქმნიან, ან სიტყვაზე third party LLM მოდელებს იყენებენ, ანუ Cyber Heaven-ი გვთავაზობს source code-ის გაანალიზებას, ხო, ну, training data-ის გაანალიზებას, ასევე ასე ვთქვათ, და შესაბამისად პრომპტებიდან დაწყებული, ხო, ну, მოდელის ლოგიკით დამთავრებული, პლუს ამას, ხო, training data-ს დეტალურად ანალიზდება Cyber Heaven-ის ინსტრუმენტის მეშვეობით და შესაბამისად თქვენ არ გექნებათ იმის კონსორნი, რომ მოდელის ტრეინინგის პერიოდში, ხო, ну, ზედმეტი მონაცემების გაზიარება სენსიტიური და ასე ვთქვათ, გარკვეული ტიპის არასასურველი ინფორმაციის გაზიარება მოხდა თუნდაც შიდა მოდელის ფარგლებში. კარგი, რაც შეეხება ну თანამედროვე გამოწვევებს და ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ, ხო, ну ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან ერთად, ხო, წარმოქმნილ ესე ვთქვათ, დამატებით ამოცანებს, ახლა გადავიდეთ დემოზე და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს პლატფორმა Live-ში. კარგით. Cyber Heaven-ის პლატფორმა შედგება რამოდენიმე ძირითადი კომპონენტისგან და ანუ დღეს განვიხილავთ risk overview მოდულს, ასევე შევეხებით ინციდენტებს, განვიხილავთ პოლიტიკებს, ხო, ანუ რაც გვთავაზობს Cyber Heaven-ი და ანუ ასე ვთქვათ ნაგულისხმევი პოლიტიკის სახით და რისი ცვლილება შეგვიძლია და რისი მოდიფიკაცია შეგვიძლია და პლუს ამას ცოტა შევეხებით თვითონ ასე ვთქვათ deployment-ის საკითხებს და პროდუქტის გავრცელების და პროდუქტის დანერგვის საბაზისო საკითხებს.
Risk overview-ში ვხედავთ, რომ ტრადიციული DevOps solution-ებისგან განსხვავებით Cyber Heavens აქვს რამოდენიმე ძირითადი კომპონენტი. პირველი dataset-ი, ანუ მონაცემთა ის ჯგუფები, ის კლასები, რომელიც უნდა დავიცვათ, ან რომელსაც უნდა დავაკვირდეთ. და თავიდანვე, ასე ვთქვათ, დავაზუსტებ, რომ როცა მოუხმარებელი იწყებს Cyber Heavens პლატფორმის გამოყენებას, პოლიტიკები მუშაობს მონიტორინგის რეჟიმში, იმისთვის, რომ გამოვავლინოთ მონაცემთა ყველა ტიპი და მონაცემთა, ესე ვთქვათ, მონაცემთა დამუშავების ყველა ქცევა და პატერნი და შემდეგ უკვე შეგვიძლია პოლიტიკის ან Cyber Heavens მიერ, ხო, ანუ შემოთავაზებული პოლიტიკის გამოყენება ამ ტიპის მონაცემებთან მიმართებაში, ან შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკა შევქმნათ და შესაბამისი საფასუხო ქმედებებიც ჩავდოთ ჩვენს პოლიტიკაში. ანუ ამ შემთხვევაში, დემოსტენზე გვაქვს წარმოდგენილი გარკვეული, ასე ვთქვათ, კრიტიკულობის მიხედვით დახარისხებული dataset-ის მაგალითები. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება წარმოადგენდეს Sales and Marketing reports, ასევე Security reports, DOP data გასაგებია, ასევე დემოზე არ გვაქვს, მაგრამ AI და machine learning მოდელების, ხო, ასე ვთქვათ, მოდელებიც შეიძლება განხილულ იქნას, როგორც dataset-ი, ხო, როგორც პრეზენტაციის ნაწილში ვთქვი, თუ in-house solution-ი გაქვთ კომპანიაში და ან რომელიმე third party LLM მოდელს იყენებ, შესაბამისად შეგიძლიათ ეს მოდელი მიიჩნიოთ dataset-ად, ანუ ისეთ ტიპის მონაცემად, ხო, და მონაცემთა ჯგუფად, რომლის დაცვა გვჭირდება საბოლოო ჯამში. და შესაბამისად dataset-ების შექმნისას ვწერთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, ან შეგვიძლია მივცეთ Cyber Heavens საშუალება, ასე ვთქვათ, აღწეროს ჩვენს ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემები, მოახდინოს ამ მონაცემების პირველადი კლასიფიკაცია და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში დავაკორექტიროთ dataset-ის პარამეტრები. მეორე კომპონენტი პოლიტიკები, ხო, რა პოლიტიკები ვრცელდება კონკრეტული ტიპის dataset-ზე და რას გულისხმობს ეს პოლიტიკა, ხო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გადავიდეთ, პოლიტიკასთან ერთად ჩანს ის კონკრეტული ქმედებები, რომელიც მოყვება, ასე ვთქვათ, პოლიტიკის ამოქმედებას, ხო, როგორც ხედავთ, გვაქვს warning-ის პოლიტიკა, გაფრთხილების გაგზავნის, ასევე ინციდენტის შექმნის, ხო, საფასუხო ქმედება, ხო, თუ სიტყვაზე მოხდა მეჩი, ხო, აღნიშნულ პოლიტიკაზე აუცილებლად უნდა შეიქმნას ინციდენტი. გვაქვს გაწერილი ექსკლუჟენები, რომ გარკვეული ტიპის მონაცემი, ასე ვთქვათ, ამ dataset-იდან ამ პოლიტიკისთვის რელევანტური არ არის და შესაბამისად false positive-ების თავიდან ასაცილებლად შეგვიძლია, ხო, შეგვიძლია ექსკლუჟენების გავწეროთ და ჩვენი, ასე ვთქვათ, ლოკაციები, ამ შემთხვევაში source-ი მონაცემის და destination-ი. Source-ში შეიძლება განვიხილოთ ჩვენი endpoint-ები, ან სიტყვაზე cloud აპლიკაციები, მეილით დაწყებული, cloud storage-ის ჩათვლით და ნებისმიერი სხვა cloud აპლიკაცია, რომელსაც ხდება მონაცემთა დამუშავება და რომელიც მეშვეობით ხდება მონაცემთა გადაცემა, ასევე ბრაუზერები, როგორც ვახსენე, Cyber Heavens სენსორებში, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კლასია Cyber Heavens სენსორების გახლავთ ზუსტად browser extension-ები. და destinations ყველა ის, ასე ვთქვათ, მიმართულება ამ შემთხვევაში გვაქვს ან კონკრეტული ვებსაიტები, სადაც იგზავნება ჩვენი მონაცემები და შესაბამისად შეგვიძლია destination-ები გავფილტროთ სასურველ და არასასურველ destination-ებად.
ანუ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, risk overview-ში ვხედავთ ძირითად კომპონენტებს, რომელსაც იყენებს Cyber Heaven-ი რისკის შეფასების თვალსაზრისით, ანუ მონაცემთა სხვადასხვა კლასთან და სხვადასხვა ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის მონაცემთან მიმართებაში. კიდევ ერთი ასე ვთქვათ, საინტერესო შესაძლებლობა და საინტერესო ასე ვთქვათ, ფიჩერი Cyber Heaven-ის პროდუქტი თავის თავს და ვენდორი თავის თავს პოზიციონირებს არა მარტო data security posture management პლატფორმად, არამედ insider risk management პლატფორმის ფუნქციონალიც შედის Cyber Heaven-ის პლატფორმაში. და ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ მომხმარებლის ქცევა, მომხმარებლის პროფაილინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონაცემთა კონტექსტუალიზაციაში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თუ ესე ვთქვათ, ადმინისტრატორი, ანუ შეგახსენებთ, რომ ეს ასე ვთქვათ, სატესტო პლატფორმაა და სატესტო პლატფორმის ფარგლებში ადმინისტრატორს ყველაზე მეტი ტესტი აქვს ჩატარებული და შესაბამისად ყველაზე ცუდ ტიპად ადმინისტრატორი ყავს გამოყვანილი. თუმცა, ასე ვთქვათ, ანუ კონკრეტული ანუ მომხმარებლის რეპუტაცია, ხო, ანუ შეიძლება ანუ ერთ-ერთ პარამეტრად მივიჩნიოთ და პოლიტიკის სიმკაცრის თვალსაზრისით, ხო, ჩვენთვის შეიძლება ერთ-ერთი ამომავალი წერტილი იყოს, ასე ვთქვათ, მონაცემთა გაზიარების დასაბლოკად ან სიტყვაზე პოლიტიკის გადახედვისთვის. ანუ ამ კონკრეტული, ასე ვთქვათ, მომხმარებლის შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ daily trend-ები, ანუ რას არის კვედება ჩაიდინა კონკრეტულმა მომხმარებელმა დღის განმავლობაში, ასევე risky data flows, ხო, ანუ ვაკვირდებით, ხო, ანუ რა ტიპის data set-ებთან ქონია მომხმარებელს შეხება და რა პოლიტიკა ამოქმედდა, ანუ მისი ქმედებებისგან გამომდინარე. და ანუ როგორც ხედავთ, საპასუხო ქმედება investigate risky data flow შეგვიძლია პირდაპირ insider risk-ის პანელიდან გავუშვათ. ნუ მეტრიკები, ხო, ანუ ამ შემთხვევაში რამდენად, ასე ვთქვათ, რამდენად ხშირად და რამდენად ინტენსიურად ხდება ანუ კონკრეტული მომხმარებლის არასასურველი ქცევის არასასურველი ქმედებების გამოვლინება და ანუ ასე ვთქვათ ისტორიულ ჭრილში ანუ ამ შემთხვევაში ხო ანუ risks summary-ში უფრო ნათვად ჩანს ხო ანუ შეგვიძლია ანუ მომხმარებლის სხვა ესე ვთქვათ დამატებით მონაცემებს გავიცნოთ, ხო, local user group-ების ჭრილში, ხო, რომელი გრუპების წევრი არის და ანუ risk summary-დან შეგვიძლია, ხო, ანუ გადავიდეთ risk overview-ზე, ხო, ანუ და ვნახოთ კონკრეტულად, ანუ ასე ვთქვათ, რას უკავშირდება კონკრეტული მომხმარებლის, ანუ ვხედავთ, რომ user-ში გვაქვს ანუ კონკრეტული მომხმარებელი გაწერილი, admin მომხმარებელი, ხო, ანუ რას უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკის ამოქმედება. და ანუ ივენთებში გვაქვს კონკრეტული, ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტული ქცევა აღწერილი, ხო, ანუ ამ შემთხვევაში Figma.com-დან admin-მა copy-paste-ით გადაიტანა ინფორმაცია Sun Group MVN SharePoint-ზე, ხო, ანუ კორპორატიულ, ასე ვთქვათ, კორპორატიული SharePoint-ის პორტალზე, ანუ გარკვეულ Excel-ის ფაილში მოხდა ინფორმაციის ჩასმა. ანუ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს არის ივენთი, თუმცა ანუ ინციდენტი ამაზე ჯერ არ დაგენერირებულა, ხო? ანუ ერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც Cyber Heaven-ის პლატფორმისთვის წარმოადგენს მაღალი კრიტიკულობის მოვლენას, თუმცა ჯერჯერობით ანუ ინციდენტი
ასე ვთქვათ, ინციდენტი არ დაგენერირებულა და ინციდენტის სახით მსგავსი, ასე ვთქვათ, ქმედებების თანმიმდევრულობა არ გვაქვს წარმოდგენილი. ანალოგიურად, ხო, ნუ იგი ადმინ მომხმარებელი copy paste-ით Figma.com-დან, ანუ გადაიტანა ჩასვა გარკვეული ტიპის მონაცემი Sun Group Atlassian net-ზე და ანუ მსგავსი, ესე ვთქვათ, მსგავსი ივენთების, ასე ვთქვათ, მსგავსი ივენთების სიმრავლიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ესე ვთქვათ, დავაკვირდეთ და ასე ვთქვათ, ასევე, ესე ვთქვათ, გავაკონტროლოთ და დავაკვირდეთ რა, ესე ვთქვათ, რა მოხდა კონკრეტული მომხმარებლის საეჭვო ქცევიდან გამომდინარე, ხო? ანუ აქ გვაქვს ასევე ბლოკთა თემთი. ზოგ შემთხვევაში შეგვიძლია უბრალოდ ვნახოთ რა საკეთებდა მომხმარებელი, ხო? ანუ რა data set-თან ჰქონდა შეხება, ანუ ამ შემთხვევაში აუცილებელია უკვე, ასე ვთქვათ, დანერგიულ პროდუქტში და მუშა პროდუქტში კონდეს აღწერილი data set-ები და შესაბამისად, ხო, ну აქაც როგორც data protection solution-ების, ხო, ну უმეტესობაში, ხო, ну გვაქვს ჩვენი სამიზნე, ხო, გვაქვს, ასე ვთქვათ, ის მონაცემი, რომლის ну ის მონაცემები, ასე ვთქვათ, რომლის ტრანსფორმაციაზე და რომლის გადაადგილებაზე და გაანალიზებაზე, ხო, ну თვალი უნდა გვეჭიროს და შესაბამისად ყველა მომდევნო ქმედება გამომდინარეობს ამ, ასე ვთქვათ, მონაცემის კრიტიკულობიდან და მომხმარებლის ქცევით, ხო, ну მინიჭებული კონტექსტიდან. კარგით, ეგ რაც შეეხება risk overuse და insider risks, ასევე თუ, ასე ვთქვათ, თუ ივენთებში ვხედავთ, ხო, ანუ ყოველდღიურ ქმედებას, შეიძლება ეს ქმედება ლეგიტიმური იყოს, შეიძლება ეს ქმედება კრიტიკული და არასასურველი იყოს, თუმცა ყველაფერი რაც პოლიტიკის დარღვევას შეეხება, ხო, ანუ ეს, ასე ვთქვათ, ისტორიული მოვლენები და ისტორიული მოვლენათა ჯაჭვი აისახება ინციდენტებში. და ნუ აქ ვხედავთ, რომ ინციდენტების დახარისხება და ინციდენტების კლასიფიკაცია შეგვიძლია როგორც high sensitivity, low და moderate sensitivity ინციდენტის, ასევე შეგვიძლია ვნახოთ რა ტიპის, ასე ვთქვათ, რა ტიპის შეზღუდვა, რა ტიპის პოლიტიკა დაარღვია და ნუ შესაბამისად ამის ნახვაც შეგვიძლია ინციდენტში და ნუ რაც აერთიანებს ამ ინციდენტებს, გახლავთ reaction-ი, ხო, საბლოკ ქმედება და ნუ ვხედავთ blocked and warning-ის გაგზავნა, ხო, ნუ მოდით ვნახოთ ერთი დაბლოკილი ქმედება და warning-ით დასრულებული ქმედება, ხო, ნუ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ კონკრეტულმა მომხმარებელმა sensitive info.txt ფაილი ატვირთა Adobe.com-ზე, როგორც sensitive info.txt. ამ შემთხვევაში CyberHeaven-ის ქმედება ჩანს, ხო, ანუ CyberHeaven data in motion complete content evaluation of sensitive info.txt triggered by contact inspection policy. და ნუ ამ შემთხვევაში, ხო, ნუ მიუხედავად იმისა, ხო, რომ ესე ვთქვათ, შეიძლება თვითონ ფაილის დასახელებიდან გამომდინარე, ხო, ანუ ესე ვთქვათ, თვითონ ფაილის დასახელებიდან გამომდინარე ავტომატურად დაგენერირდეს ინციდენტის და საპასუხო ქმედება. ნუ CyberHeaven-ი ახდენს, ასე ვთქვათ, იყენებს და ახდენს content inspection policy-ით გათვალისწინებულ წესებს და შესაბამისად ამის შედეგად უკვე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინაიდან keyword dataset-ისთვის არსებული secure sensitive data policy იქნა დარღვეული კონკრეტული მომხმარებლის მიერ.
და warning-ის ინციდენტი ამ შემთხვევაში იგივე მომხმარებელი ყავს sensitive info, ასე ვთქვათ, იგივე TXT ფაილის ატვირთვა მოხდა Adobe Com-ზე და ანუ ამ შემთხვევაში ანუ warn file upload to external website policy, ანუ ამ შემთხვევაში ერთი და იგივე dataset-ზე გვაქვს გამოყენებული ორი პოლიტიკა, ხო? ანუ ამ შემთხვევაში warn პოლიტიკის მეშვეობით solution-ი გააფრთხილებს მომხმარებელს და ასე ვთქვათ, მომხმარებლის სამუშაო მაგიდაზე გაჩნდება ფანჯარა, რომ ანუ თქვენი ქმედებით არ ხვევთ კომპანიის ამ და ამ პოლიტიკას და შესაბამისად, ნუ ადმინისტრატორის დონეზე ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ warning-ის მიღების შემდეგ ისი გაკეთება შეუძლია მომხმარებელს. ხო, თუ სიტყვაზე დაბალი პრიორიტეტის და დაბალი, ასე ვთქვათ, რისკის შემცველი ქმედება, თვითონ ანუ მომხმარებელმა შეიძლება ახსნა განმარტება ჩაგვიწეროს და ასე ვთქვათ, გააგრძელოს სამუშაო პროცესი, ნუ მაღალი რისკის ასე ვთქვათ, მქონე ქმედების შემთხვევაში, ანუ ქმედება დაიბლოკება და პლუს ამას მომხმარებლისგან იქვე მოითხოვთ ახსნა განმარტებას. ნუ ამ შემთხვევაში იმის ჩვენება მინდოდა, რომ ერთი და იგივე dataset-ზე, ერთი და იგივე ქმედების ჭრილში შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკა გამოვიყენოთ და შესაბამისად, ანუ რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავბლოკოთ არასასურველი ქმედება, მაგრამ პარალელურად გავაფრთხილოთ მომხმარებელი და მივიღოთ მომხმარებლისგან ახსნა განმარტება, ანუ რა ასე ვთქვათ, რამ განაპირობა და რამ გამოიწვია მსგავსი ქმედება. ეგ რაც შეეხება ინციდენტებს და ანუ ასე ვთქვათ, ინციდენტში აღწერილ ნაბიჯებს, ხო, ანუ ხედავთ რომ იმ მომენტისთვის, როცა პოლიტიკა ამუშავდება და პოლიტიკა ასე ვთქვათ, გადავა აქტიურ ქმედებაზე, იმ მომენტამდე რა გზა გამოიარა კონკრეტულმა მონაცემმა და რა მოიმოქმედა კონკრეტულმა მომხმარებელმა ამ მონაცემთან მიმართებაში ამ ყოველფრის ნახვა შეგვიძლია და თუ სიტყვაზე ანუ თუ სიტყვაზე ასე ვთქვათ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია, შეგვიძლია მოვახდინოთ პოლიტიკის კორექტირება. ეგ რაც შეეხება ინციდენტებს და risk overuse. ასევე მინდა შევეხო დაფარვას coverage-ს. CyberHeaven-ის შემთხვევაში, CyberHeaven-ის აგენტის დაყენება შეგვიძლია Windows, macOS და Linux-ზე. CyberHeaven-ი თავის პროდუქტს აპოზიციონირებს როგორც lightweight DLP-ს და ამ შემთხვევაში ლოგიკური იქნება კითხვა, ხო, lightweight სენსორი რა რესურს მოიხმარს. ანუ რეკომენდირებულ რესურსებში, ანუ CyberHeaven-ს აქვს მინიმუმ 4 გიგაბაიტი RAM-ი, ასევე მინიმუმ 5 გიგაბაიტი თავისუფალი დისკის სივრცე და 300 მეგაბაიტი GPU RAM-ი, ვინაიდან ანუ CyberHeaven-ს შეუძლია სკრინების აღება და ასევე აქვს OCR მოდული, ასე ვთქვათ, მონაცემთა კონტექსტუალიზაციის და მონაცემთა გამოყენების კონტექსტუალიზაციის პროცესში, ხომ შეუძლია გრაფიკული გამოსახულებებიც და თუნდაც არასტანდარტული გაფართოების ფაილების, თუნდაც ან CAD ფაილების მონიტორინგიც შეუძლია CyberHeaven-ს და ნუ შესაბამისად თვითონ წარმოებელი აცხადებს, რომ ყველა ტიპის ფაილის გაფართოების ფაილის მხარდაჭერა აქვს და შესაბამისად GPU-ს გამოყენებას არ უნდა გვიკვირდეს. ჩვენს ვებინარამდე მე პატარა მოკვლევა გავაკეთე და ანუ ტრადიციული DLP-ების შემთხვევაში სრული მონიტორინგი და სრული, ესე ვთქვათ, რეკომენდირებული რესურსების ჭრილში რომ შევადაროთ, ხო, CyberHeaven-ი და სხვა DLP solution-ები, ანუ 8-დან 16 გიგაბაიტ RAM-ამდე ჭირდება DLP solution-ს, ნუ გააჩნია რა თქმა უნდა, ანუ მუშაობის ინტენსიურობას, გააჩნია თვითონ, ასე ვთქვათ, სკანირების ან სიტყვაზე
ინციდენტის გამოვლენის ფაზას, თუმცა რეკომენდირებულ რესურსებში კლასიკური DLP უფრო მეტ რესურსს მოიხმარს და free disk space რაც შეეხება საშუალოდ 10 გიგაბაიტიდან 20 გიგაბაიტამდე არის რეკომენდირებული. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ შეიძლება ინდივიდუალური tuning-ით და ასე ვთქვათ, გამოყენების პრაქტიკით ეს მონაცემი გავაუმჯობესოთ, თუმცა იმ თავითვე Cyber Heaven-ის ვთქვათ კრედოა და Cyber Heaven-ის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები რესურსი, რაც შეიძლება ასე ვთქვათ, ნაკლები რესურსის მოხმარებით, რაც შეიძლება ზუსტი და ასე ვთქვათ, ამომწურავი შედეგი შემოგთავაზოთ თქვენ როგორც ბოლო მოხმარებელს. ასევე ასე ვთქვათ, პოლიტიკების თვალსაზრისით, როგორც ვახსენე, Cyber Heavens აქვს თავისი, ესე ვთქვათ, შემოთავაზებული პოლიტიკების, ასე ვთქვათ, ჩამონათვალი, რომელიც შეგიძლიათ აიღოთ შაბლონად, ანუ ამ შემთხვევაში PCA data in unapproved locations, ანუ ერთ-ერთი პოლიტიკა, სადაც შეგვიძლია, ასე ვთქვათ, სადაც შეგვიძლია დავამატოთ definition-ები, დავამატოთ რა დროს ამოქმედება პოლიტიკა და რა, ასე ვთქვათ, რა პირობას უნდა ასრულებდეს კონკრეტული ქმედება. წამით, იმისთვის რომ პოლიტიკა ამოქმედდეს. შემთხვევაში სხვა პოლიტიკას ვცადოთ. ამ შემთხვევაში no issues არის და ნაკლებად საინტერესოა. პოლიტიკის შემთხვევაში, გვაქვს protection-ზე ორიენტირებული პოლიტიკები, და response ქმედებაში ჩვენზე დამოკიდებული, რა, ასე ვთქვათ, რა ტიპის response-ით რა ტიპის response-ით იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი მონაცემების უსაფრთხოება. აქ ხედავთ, რომ შეგვიძლია გავწეროთ description-ი პოლიტიკის, შეგვიძლია მივუთითოთ severity, dataset protected, გავწეროთ რა ტიპის dataset-ზე უნდა ვრცელდებოდეს ეს პოლიტიკა, response action-ი და secondary responses create incident, linear based incident send email notification capture screenshot. ასევე restrict to user risk group, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მომხმარებლების risk group-ების შექმნაც და შემდეგი, ესე ვთქვათ, matching criteria, შეგვიძლია პირობითად გარკვეული აპლიკაციების ჩამონათვალი ჩავსვათ, რა აპლიკაციების გამოყენებით აგზაულია ან სიტყვაზე რა აპლიკაციების გამოყენებით არ უნდა ხდებოდეს გარკვეული ტიპის კონტენტის, გარკვეული ტიპის dataset-ის მიხედვით, დაილეიბლებული მონაცემების გამოყენება, შეგვიძლია ექსკლუდების გაწერა და ასევე, ასე ვთქვათ, live რეჟიმში შეგვიძლია ვნახოთ რამდენ, ასე ვთქვათ, რამდენ შემთხვევაში იმუშავა პოლიტიკა და რამდენი ივენთი დააგენერილა. კარგით. გადავხედავ თქვენ შეკითხვებს. როგორ შეგვიძლია ვესტები რო უპასუხოთ არ დავტოვო. არც ერთ შეკითხვა, ვებინარის დასაწყის გაჟღერებული კითხვები განვიხილე ვებინარის მსვლელობისას და რაც, ასე ვთქვათ, რაც შეეხება ახლად შემოსულ კითხვებს.
ანუ ამ შემთხვევაში false პოზიტივებზე იყო კითხვა, ანუ hi-ho არ არის false პოზიტივები. ანუ ამ შემთხვევაში და მეორე კითხვაც თითქოს და ლეგიტიმური ქმედება Figma-ს სქემა ჯირეში ჩააგდო და ზოგადად აქ false პოზიტივების საკითხი საინტერესოა ამ solution-ში. ხო, ანუ ამ ორ კითხვას ერთად უპასუხებ. იქიდან გამომდინარე, რომ ანუ cyber heaven-ი აანალიზებს თითოეულ, ასე ვთქვათ, მონაცემთა თითოეულ პორციას, თითოეულ ფაილს და ასე ვთქვათ, ადარებს ასე ვთქვათ, links მონაცემებს ორ ფაილს შორის, ხო, ანუ ასე ვთქვათ, ატვირთვის ქმედების და ჩამოტვირთვის ქმედების მაგალითზე თუნდაც ანუ false პოზიტივების შემცირებაზე ზრუნავს AI ტექნოლოგია, რომელიც ახდენს კონტექსტუალიზაციის ანალიზს. აი ზუსტად ვებინარის დასაწყისს რო ახსენე, რომ ერთი და იგივე ფორმატის მონაცემები შეიძლება სხვა კონტექსტში გამოყენებული შეიძლება იყოს როგორც ასე ვთქვათ, ლეგიტიმურად გაზიარებული მონაცემი, ხო? ასევე ანუ იგივე ასე ვთქვათ, იგივე ფორმატის მონაცემი სხვა კონტექსტით დამუშავებული და სხვა კონტექსტში გაზიარებული, ანუ შეიძლება ასე ვთქვათ, წარმოადგენდეს ლეგიტიმურ ქმედებას და ზუსტად false პოზიტივების შემცირებას კონტექსტუალიზაციის ასე ვთქვათ, პოლიტიკა უზრუნველყოფს. პლუს ამას კიდევ ერთ ასე ვთქვათ, მაგალითს გაგიზიარებთ, უფრო ასე ვთქვათ, ზუსტად რომ ვუპასუხოთ თქვენს კითხვას. ამით ანუ აქ რამდენიმე ისე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მომენტი მქონდა გამოტანილი. როცა თვითონ ვარჩევდი solutions-ს და ხო. ანუ processing links. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ანუ data lineage-ის ასე ვთქვათ, სქემატური ახსნა, ანუ კიდევ ერთი ალტერნატიული მიდგომით, ხო? ანუ თითო events, ხო, ანუ მოყვება თავისი მეტამონაცემები event-ის აღწერის, როგორც არის შექმნის თარიღი, ხო, ანუ დრო, ასევე ოპერაცია, ხო, ანუ ქმედება, upload-ის ქმედება, კომპიუტერი, ხო, რომელიც მოწყობილობიდან მოხდა, ანუ კონკრეტული ქმედება განხორციელებული, მოხმარებლის სახელი, მოხმარებლის ჯგუფი, აპლიკაცია, ანუ რა აპლიკაცია იყო გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ source pace, source file, destination pace, destination file, ანუ window title და ანუ file hash და file size. ამ შემთხვევაში, ანუ false პოზიტივების თავიდან აცილების ტექნოლოგია, ანუ ესე ვთქვათ, როგორ მუშაობს და ერთ-ერთი მაგალითი რა შეიძლება იყოს, ხო? ანუ ვთქვათ, გვაქვს ესე ვთქვათ, ორი იდენტური ჰეშის მქონე ფაილი, ხო, იდენტური ზომის, თუმცა ანუ და ანუ ესე ვთქვათ, Cyber Heaven-ის პლატფორმაზე ვაანალიზებთ, ხო, ანუ ამ ფაილის გადაადგილებას, ხო? ანუ პირველ შემთხვევაში გვაქვს upload-ის ქმედება, ხო, თუმცა ანუ ფაილის დასახელება ამ ორ შემთხვევაში, ხო, ანუ გვაქვს upload-ის და download-ის ქმედება, ორი განსხვავებული მომხმარებელი, ორი განსხვავებული ლოკაცია, პირველ შემთხვევაში upload-ი მოხდა, ხო, ანუ პირადი მოწყობილობიდან, პირადი desktop კომპიუტერიდან, ანუ SharePoint-ის პორტალზე
ხოლო მეორე შემთხვევაში, ხო, ნუ დაუნლოდი მოხდა Dropbox-იდან, ასე ვთქვათ, სხვა მომხმარებლის პირად კომპიუტერზე. და ამ შემთხვევაში, ხო, window title და პლატფორმა, გამოყენებული პლატფორმა განსხვავდებოდა, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ანუ მონაცემი, ხო, ნუ იგივე დასახელების, თითქმის იგივე დასახელების ფაილი და ანუ ფაილის ჰეშით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთი და იგივე ფაილია, აიტვირთა SharePoint-ზე და შემდეგ უკვე მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელი გახდა Dropbox-იდან. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ივენტს შორის არის გარკვეული კავშირი, ну, Cyber Heaven-ისთვის ეს weak link-ია, ვინაიდან ასე ვთქვათ, შუა რგოლში, ხო, ანუ რა მოხდა, ანუ ამის ხედვა არ აქვს Cyber Heaven-ს და შესაბამისად ეს ну, მკაცრად ვერ, ასე ვთქვათ, ვერ გამოიყენებს პოლიტიკას და შესაბამისად ეს weak link-ია და Cyber Heaven შემდეგი ნაბიჯი Cyber Heaven-ისთვის იქნება შემდგომი გამოძიება, ის დაკარგული რგოლი, ხო, ну, საიდან მოხდა Dropbox-ის, ასე ვთქვათ, Dropbox-ის პლატფორმაზე ის ფაილი, რომელიც CDN-ში, ну, корпоратив SharePoint-ზე აიტვირთა, ხო, ну, ამის გარკვევას ეცდება ალტერნატიული წყაროებიდან, თუ სადმე შეხვდება, ანუ ამ ფაილების გადაადგილების და დამუშავების მეტამონაცემი. Strong link-ის შემთხვევაში ორ ივენტს შორის წარმოქმნილი, ასე ვთქვათ, კავშირი, მყარი კავშირი იქნება, როცა ანუ ასე ვთქვათ, upload-ის და download-ის ქმედება, ხო, ну, ერთი და იგივე პლატფორმის გამოყენებით მოხდა, ხო? ნუ მარტივად რო ვთქვათ, გვაქვს ანუ გარკვეული ანუ გარკვეული მეტრიკები, გარკვეული ტრიგერები და ნუ threshold-იც არის, ანუ ასე ვთქვათ, გარკვეული იმისა, რომ ანუ რამდენ პარამეტრს უნდა დაემთხვეს, ხო, ნუ და რამდენ ასე ვთქვათ, საეჭვო მეტრიკას უნდა დაემთხვეს მომხმარებლის მიერ ჩადენილი ქმედება, იმისთვის რომ მოხდეს ინციდენტის ინიცირება, იმისთვის რომ მოხდეს გარკვეული ასე ვთქვათ საპასუხო ქმედება და ასე შემდეგ. ანუ მარტივად რო შევაჯამოთ, თითოეული ივენთის შედარება და თითოეული ივენთის ასე ვთქვათ გაანალიზება ხდება Cyber Heaven-ის back-ში და ანუ მანამ სანამ ასე ვთქვათ Cyber Heaven-ი ასე ვთქვათ დააკავშირებს რამოდენიმე ივენტს ერთმანეთს და აწყობს ამ ასე ვთქვათ ფაილის არსებობის და მონაცემთა გადაადგილების და დამუშავების ჯაჭვს, ხო, ანუ მანამდე ასე ვთქვათ უნდა მოხდეს ივენტებს შორის ლინკის პროცესინგი და ზუსტად ამისთვის Cyber Heaven-ი იყენებს ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრეს და შესაბამისად false პოზიტივების რაოდენობა ამის ანუ ამ ტექნოლოგიის გამოყენების ხარჯზე მცირდება. Learning mode-ზე საინტერესოა, რამდენი დრო სჭირდება, რომ ისწავლოს რა არის ნორმალური ქცევა და რა არის პოლიტიკის violation-ი. Ну, ამ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, სტანდარტულად არა მარტო Cyber Heaven-ი სხვა solution-ებიც გვირჩევს დაახლოებით 1 თვის ვადა ავიღოთ learning mode-ისთვის, თუმცა ანუ აქ უკვე თვითონ მომხმარებლის ჩართულობაზე და ინტენსიურ მუშაობაზეც არის დამოკიდებული. სიტყვაზე, ანუ არასწორი იქნება გითხრათ, რომ ჩართეთ learning mode-ი და ერთი თვის თავზე, ან ორი კვირის თავზე ჩაიხედეთ და მოაკითხეთ და ნახეთ, ანუ ესე ვთქვათ, რა დაადეტექტა. ანუ ეს ერთთვიანი ვადა, ანუ აქტიური მუშაობისთვის უნდა იყოს განკუთვნილი და ანუ პროცესშივე learning mode, ესე ვთქვათ, შესწავლის პერიოდში აუცილებლად უნდა დააკვირდეთ პლატფორმის მუშაობას და პირველივე დღიდან, ხო, ანუ დააკორექტიროთ და ესე ვთქვათ, გარდაქმნათ პოლიტიკაში ყველაფერი ის, რასაც Cyber Heaven-ი მიაკნებს. და კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, ანონსი Cyber Heaven-ისგან, ანუ ვინაიდან Cyber Heaven-ი თავის თავს აპოზიციონირებს როგორც data security posture management
პლატფორმას. ნუ შემდგომ რელიზებში ნუ კლასიფიკატორის შექმნისას უკვე შეგიძლიათ human readable წინადადებებით შექმნათ კლასიფიკატორები. მაგალითად, ნუ კლასიფიკატორი შეიძლება იყოს pie chart-ის შემცვლელი ყველა ფაილი ან სიტყვაზე ანუ ყველა ისეთი ფაილი, სადაც ნახსენებია ორგანიზაციის დასახელება. ანუ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ყველამ ვიცით, რომ რეგექსის ზუსტი და სწორი გაწერა შეიძლება ზოგჯერ, ხო, ანუ გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდეს. Cyber Heaven-ის AI ასისტენტი გვეხმარება, ასე ვთქვათ, human language-ით შეყვანილი, ხო, ანუ ტექსტის გარდაქმნაში კონკრეტულ მეტრიკებში და ლეიბლში იმისთვის, რომ მონაცემთა კლასიფიკაცია უფრო ზუსტი გავხადოთ და ისევ და ისევ შევამციროთ false პოზიტივების რაოდენობა. კარგით, ჩატშიც გვაქვს რამოდენიმე კითხვა მოწერილი. კარგით, მაშინ ნეონევა დასასრულს მივახლოვდა ჩვენი ვებინარი. დიდი მადლობა შემოსული კითხვებისთვის და თქვენი ინტერესისთვის, საკმაოდ ვთქვა, თითქმის ყველა ბოლომდე რო დარჩით. ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. და ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ პირდაპირ დაგვიკავშირდეთ ჩვენ 42 Digital-ს, მოგწეროთ თქვენი კითხვები, რაც პირობითად ვებინარზე არ გაგახსენდათ და არ გაგიჩქერებიათ. ასევე თუ solution-ის უფრო დეტალური ან თქვენს საჭიროებაზე მორგებული პრეზენტაცია დაგაინტერესებთ, ამაზე შეიძლება შევთანხმდეთ და პროდუქტის დატესტვას რაც შეეხება, მოხარულები ვიქნებით. მოგაწოდოთ სატესტო ლიცენზიები და ერთად შევამოწმოთ და ასე ვთქვათ, გამოვიწვიოთ Cyber Heaven-ის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით.